მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ნათელია, რომ ნაცმოძრაობა და მათი სატელიტები 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გეგმავენ მორიგ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობას. უკვე ქართლთა ქალაქებში წარწერები რევოლუციის მოწოდებით ყოველთვის ყოველი არჩევნებისთვის ჩვენ იგივე სურათს ხედავთ და ეხლაც რაიმე განსაკუთრებული არ ხდება სიმართლე რომ ვთქვათ მაგრამ ყველაფერს ბოლო-ბოლო მაინც წერტილი უნდა დაესვას იმიტომ რომ ქვეყანა ამდენ ყევებს ვეღარ უძლებს ის ხალხი ვინც რაღაც ინვესტიციები უნდა შემოიტანოს ქვეყანაში დაიღალა აი ამ საგიჟეთის ყურებით. ეხლა, როდესაც ტელეეთერებით ჩდება აი ესეთი სურათი, რომ რაღაცა მასა, მიუხედავად იმისა, რომ მცირეა, დარბის რუსთაველზე იგინება, ილანძღება, ისურის პროვოკაციებს აწყობს. ყველას უჩნდება განცდა, რომ ეს არის რაღაცა ფართო მასებზე არის საუბარი, იმიტომ რომ ტელეეთერში ისე უშვებენ ნაცარხები ამ ყველაფერს, რომ განცდა გაქვს, რომ ეს არ არის მცირე ჯგუფი ადამიანებისა. ბოლო-ბოლო ამ რუსთაველზე ხეტიალსაც წერტილი უნდა დაესვას, მე მგონი, მანტო რეაბილიტაციის დროს არ უნდა ხდებოდეს რუსთაველზე ამ ადამიანებისთვის ხელშეშლა თავიანთი მიზნების განხორციელებისა და უკვე აი დავიღალეთ, ყველა დავიღალეთ აი იმითი რაც ხდება ამ ქვეყანაში. აი მიუხედავად იმისა პოლიტიკური შეხედულებები ვის როგორი აქვს აი ამ ბოროტების აი ამ ზიზღის ღვარძლის სუნი და აი რაღაცა ნიშანწყალი ტრიალებს თელს ქვეყანაში იმიტომ რომ დაპირისპირებები არის სხვადასხვა სფეროებში მედიცინაში ეკონომიკაში კულტურაში და თითქოს აი რაღაცა დაუბრუნდით ჩვენი 90-იანებს, როდესაც მართლა ქვეყანა იყო გაყოფილი შუაზე. და ეხლაც აი ამ დაპირისპირებამ, ისედაც მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა კიდევ უფრო გახლიჩა, კიდევ უფრო დაანაწევრა. არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ წინა პერიოდებშიც იყო ასეთ დაძაბულობა, არასდროს არ ყოფილა შეურაცხყოფების მიყენება ადამიანების მიმართ. ადრეც თქვი და ეხლაც ვიმეორებ, არასდროს ეხლა მაგალითად აი იგივე ზვიადისტები და შევარდნაძის მომხრეები ესე პირისპირ ერთმანეთს არ უპირისპირდებოდნენ ქუჩაში არ იყო შეაი შენ შევარდნაძის მომხრე ხარ და შენი ისე შენი ასე ანგი და სააკაშვილის დროს არ ყოფილა და მიუხედავად იმისა რომ მაშინ სისხლი იღვრებოდა ხალხს ხოცავდნენ დღეს ამ კუთხით არაფერი ამდაგვარი არ ხდება და ადამიანი რესტორანში ვერ შესულა ქუჩაში ვერ გაუულია რომ აი რაღაცა დაძაბულობის კერები არ შეიქმნეს ხშირად სისხლის ღრმამდე მიდის ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ რომ სისხლის სამართლის კოდექსი უნდა გამკაცდეს ამ მიმართულებით და როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფებს აყენებენ პოლიტიკური ნიშნით ამის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და მერე შხვალდაზე უკვე მეორეჯერ ამდაგვარს აღარ გაიმეორებენ თორე პოლიტიკოსებმა მოირგეს ეს კანონი და პოლიტიკური ნიშნი დევნის გამო ვიცით რომ პასუხისმგებაში ეძლევიან ადამიანები, მაგრამ უბრალო ადამიანები არიან დაუცველები. ხედავ ჩვენ რომ ხდება დაპირისპირებები ამ პოლიტიკური ნიშნით და შემდგომში არაფერი რაღაც ადმინისტრაციული წესი თუ დაჟიან და ეს მეტი არაფერი. ამით შემოიფარგლება მთელი ეს გარკვეული დაპირისპირება. ამ დროს ჩვენს გარშემო ხედავთ რომ დაძაბულობა პიკს წევს რეგიონში გუშინ საყურადღებო განცხადება გააკეთა მარია ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და თქვა რომ აი მას შემდეგ რაც ოსების მიმართ ბოდიში იქნა მოხდილი და რაღაცა აქ გადაიდგა შემრიგებლური ნაბიჯი საქართველოს მხრიდან ამ მიმართულებით შეიძლება რაღაც გარკვეული წისვლა იყოსო და ამაზე რა თქმა უნდა ნაცებმა ეს ყველაფერს ყური სხვა მხრივ მოაბეს რომ აი თურმე ჩვენ რაღაცა ვთმობთ რაღაცას. იცით რა შესაქმე ჩვენ თუ არ დავიწყეთ რაღაც დიალოგი რუსეთთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს მარტო აფხაზეთს და ცხინვალს არ ეხება. სახელმწიფოს თუ არ ექნება სამხედრო სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენ რაღაც მოკავშირესთან საქართველოს არის დაუცველი.
მას შემდეგ რაც ერდოღანმა განცხადება გააკეთა, ეს თვალნათლივ გამოჩნდა. ასევე ჩვენი მეზობლები, რომლებიც ასევე კბილებს ილესავენ და არ არის ახლა ძნელი მისახვედრი რაზე მაქვს საუბარი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველასთან გვინდა მეგობრული, მეზობლური ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ ისტორია არც მაშინ და არც ეხლა საქართველოს სასარგებლოდ არ მოქმედებს. როგორც მაშინ, ეხლა ჩვენთვის ტერიტორიების დარწმევისთვის ემზადებიან და ჩვენ მარტო ამ ტერიტორიებს ვერ დავიცავთ. ჩვენი მეფეები ყოველთვის იმას ცდილობდნენ, რომ ყოველოდაც დასაყრდენი დიდი რაღაცა მოკავშირის სახით. და ჩვენ გადართული ვართ ამ ნაცებზე, ნაცების აღვირახსნილ პოლიტიკაზე. და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს არა მარტო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩვენება არ მისცეს საგამოძიებო კომისიისას, არამედ ასევე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ხალხის მიმართ, ვინც საქართველოს ინტერესებს ხელყოფს. იმ ნაბიჯებით, რომელიც აი აგერ თვალნათელია უკვე, რომ ესე იგი პირდაპირ დაანონსება ხდება რევოლუციების, უკრაინა მონაწილეობს ამ ყველაფერში, დასავლეთი მონაწილეობს ამ ყველაფერში. ამდენი ხანი საერთოდ როგორ უძლებს ეს ქვეყანა ამ ყველაფერს, ეს არის გასაკვირი. პოლიციელები დღე-დაღამე ქუჩაში არიან, კრიმინალის მაგივრად ებრძვიან ამ მაზოხისტებს, რომლებიცაც სიამოვნებას ანიჭებთ ის, რომ რაღაცა კამერაში შეიყვანენ და იქ დაკავების იზოლატორში არიან. მოკლედ, აი კატასტროფული სიტუაცია არის რა. დაიღალა საზოგადოებას, დავიღალე ჩვენს ნაცების და მათი ანასხლეტების ამ მოქმედებებით. და მე მგონი წესრიგი უნდა დამყარდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში. თუ არა, ეხლა უსაშველო და რაღაცა უკიდეგანო აღარაფერი აღარ არის, იმიტომ რომ რაზე შეიძლება ლაპარაკი, რა ეკონომიკაზეა, რა ქარხანაზე, რა ფაბრიკაზეა საუბარი, ოდესაც ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რუსეთი, რომელიც შეიძლება ყავდეს და რომელშიც ჩვენ პროდუქცია გავიტანოთ, აი ამ ქვეყანასთან გვაქვს ძალიან ისეთი დაძაბული ურთიერთობა გასაგებია, რატომ გვაქვს, მაგრამ განმუხტო ამის თავსებით შეიძლება. ეხლა მოსკოვში გახდით და აი ძალიან ისეთი სიამოვნებას გვიდა, რამდენიმე დიდი ფურა ესეთი ავტომობილი მოდიოდა ქართული ნომრებით, მოქონდა ქართული პროდუქცია. შემოდიოდა ეს როსტოვის მხარიდან მოდიოდა და ეხლა მით უმეტეს გაგვეხსნა ჩვენ ხელფეხი, როდესაც აზერბაიჯანთან დაიძაბა ურთიერთობა რუსეთს და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ აი ეს ციტრუსი, რომელიც პება, შევიტანოთ რუსულ ბაზარზე, ვაშლი შევიტანოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქოს საქართველოს მოსახლეობა. მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერასდროს, იმიტომ რომ აი სულელები ყვირიან, არა რუსეთი, იმიტომ რომ აი ამ რუსეთის მიმართ სრულად განწყობილი ქვეყნები აფინანსებენ ამ ყველაფერს, რომ ჩვენ და რუსებმა ვერ დავლაგდეთ ერთხელ და სამუდამოდ. მე არ ვიცი, დასავლეთმა რატო ვერ მოახერხა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ბაზრის მოძიება, რატო ვერ მოხერხდა დასავლეთის მხრიდან საწარმოების შექმნა, სწორედ ამ მიმართულებით. აი ერთადერთი საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტორი არის რუსეთი, იმიტომ რომ ქართული პროდუქცია სადაც შეიძლება გასაღდეს, ეს არის რუსეთი. აი ბელორუსი სწორედ ამიტომ არის აღმავლობის გზაზე, რომ 75-80% პროდუქციის სწორედ რუსულ ბაზარზე გადის. და ჩვენ ვართ ტყვეობაში უკვე რა, აი ამ მუდმივ ტყვეობაში, რომ ვაიმე არ დაგვაბრალონ ვაიმე არ გვითხრან ამ რუსეთთან ურთიერთობის ნიშნით. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად, პროფესორი დიტო ჩუბინიძე და ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით ბატონო დიტო. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. ბატონო დიტო ყავს სტუმრად და მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. გაიხარეთ. არ ვიცი, გუშინ ეხა დააკავეს ეს ელენე ხოშტარია. დღესაც მოხდა რაღაც გარკვეული დაკავებები. და ფაქტი ერთია, რომ ეს ხალხი ცდილობს, რომ შექმნან ის სურათი, რომ აი ხელისუფლება ყველას იჭერს, ციხეთ აქცია საქართველო და აი ამ გარკვეული სურათის მიტანა უნდათ იმიტომ, რომ ელოდებიან, როდის შეუჩერდება საქართველოს უვიზო მიმოსვლა. არის ამის გარკვეული მოლოდინები.
ესმის. იმიტომ რომ ერთადერთი რამაც შეიძლება ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში, აი ხო არის ვაზნები რო გაქვს იმაში პისტოლეტში. ერთადერთი ვაზნა დარჩათ, აი ეს გაისროლო. იმედი აქვს ყოველ შემთხვევაში. უვიზო მიმოსვლით იქნება რაღაცა ჩამოვაქციოთ ქვეყანაო. სხვა ყველაფერი გამოიყენეს, ყველანაირი ხერხი იქნა გამოყენებული. როგორ ფიქრობთ თქვენ, აი ბივლენ იქამდე რომ მართლაც ეს უვიზო მიმოსვლა იქნება მოქმედებული? სხვათა შორის გუშინ ბატონ ნიკოლოზ კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მინდა მივესალმო ჩვენს ერთგულ მაყურებელს და მთელ საქართველოს ჩვენს ემიგრაციას, ჩვენს ქართველობას მინდა ჩვენი პატივისცემა და დიდი კრძალვა დაუდასტურო. ესე იგი, გუშინ როცა გავრცელდა ინფორმაცია აი ამ ქალბატონი ხოშტარიას დაპატიმრების შესახებ, იქვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა თავისი ბიუჯეტიდან, თავისი ხაზინიდან, სახელმწიფო ხაზინიდან მამამის ცნობილ მოღალატეს გოგი ხოშტარიას გადაურიცხა 8 მილიონი რუსული რუბლი, რომელიც დაახლოებით 110,000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. ესე იგი, ეგეთი გაცხადებული აგენტურა აი პირდაპირ ხელის გულზე ძევს ძვირფასო მეგობრებო ყველაფერი რა, აბსოლუტურად. ესე იგი, აი როგორც ერთმა დიდმა გენიოსმა თქვა, რომ ღმერთი მოკვდა და ყველაფერი ნებადართულიაო, აი აბსოლუტურად ყველაფერი ნებადართულია აი ამ ხელიდან წასული ხალხისთვის, რომ ესე იგი თვითონ არიან რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე, პირდაპირ წარმოადგენენ გაცხადებულ აგენტურას და სხვას ეძახიან, სხვებს ეძახიან რუსეთის აგენტებს და აქეთ ესე იგი მგიმომაგათ აქვს დამთავრებული და ეროვნულ ხელისუფლებას მაგათ უღალატეს და ტყვია საქართველოს ესროლეს და ნუ აი რა არ ვიცი რა აი მამათან და პაპასთან რო იტყვიან აი სამშობლოს ღალატში აქვს ხელი გარეული და აი ეხლა თუ კი რაღაცა დაუშვათ აი ამის პარალელურად თუ რაღაცა გაფაჩუნდება რო იტყვიან ამ დასავლეთის მიმართულებით ნომერ პირველი მედასავლეთეები ეგრეთ წოდებული ესენი არიან ანუ ესე იგი რუსეთისგან ფულებს ღებულობენ და თან მედასავლეთეებიც არიან ეხლა ნუ თუ დიდი ანალიზია საჭირო იმის გასარკვევად რომ რასთან გვაქვს საქმე ტიპური ორმაგი აგენტები აი კლასიკური მოღალატეები რა ესე იგი აი როგორც ქართულ რაღაც ესეთ ხალხურ სიმღერაშია ნათქვამი დღეს აქანა ვიქეიფებ ხვალე იქანეო თუ იგინეო თუ როგორაც არის ის იმერიზმების კომიკორიანტელია იმაში მოკლედ აი ესე არიან ხან ასე ჩემო მანასეო ხანისეო ხანასეო ხო და აი εμის თქმა მინდა უბრალოდ რომ ესენი 3%-ია დაპატიმრებული მხოლოდ იმ ხალხის ვინ ცეცხლსა და სიკვდილს უშედნენ ჩვენს გმირ პოლიციელებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. მხოლოდ 3%. ანუ 30 კაციდან 33 კაციდან დაპატიმრებულია მხოლოდ 1. და ანუ 30 ჯერ მეტია დასაპატიმრებელი. ამიტომ მე ერთი შეხედეთ ეხლა აი მუსიკაც ესეთი შესაფერისია ბოდიში აი ნახე როგორი გახარებული ეს ამათვის ეხა ეს წინასწარი დაკავება ადმინისტრაციული წესით ეს არის სიამოვნება იმიტომ რომ ამით რაღაცა ტანჯულის მანტიას გებულობ აი ნახეთ ეხა როგორ შედის და მუსიკაც უხდება მე მე გათხოვება უნდა თუ არა, მაგრამ მენდელსონის საქორწინო მარშით გავაცილეთ ეს ქალბატონი და არ ვიცი, აი, მე იტყვიან ქართველი პოლიტიკოსიო დააკავესო და რომელი ეს ქართველი პოლიტიკოსი რატო უნდა ერქვას ადამიანს, რომელიც მიდის, იცის რომ ბანერის და ესე იგი, აი, გარკვეულწილად შელახვის ბანერის დაზიანებისთვის არის გარკვეული ადმინისტრაციული სახდელი და მაინც აკეთებს ამას და იმიტომ რომ უნდა რომ რაღაცა მე აი თქვას რომ მე დამაკავ. დაგაკავებენ, აბა რა იქნება, ვერ გავიგე. ხა თუ დააშევებ, დაგაკავებენ, ხო? მე მინდა სპეციალურად აკეთებენ, რომ მე რაღაცა აი ხელისუფლებისკენ ისრევი წავიდე. ეს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სპეციალურად გაკეთებული. ეს არის ინსტრუქტაჟი.
მიცემული აქვს პირდაპირ დავალება, როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში და გასაგები არის, რომ სახელმძღვანელოებია 198 პუნქტი თუ რაღაცა, როგორ უნდა მოაწყონ, ესე იგი, ხავერდოვანი რევოლუცია ქვეყანაში და გასაგებია ეს დაახლოებით იმ თეზისებს მაგონებს, რომელიც თავის დროზე მარტინ ლუთერმა გამოაქვეყნა ცნობილი ტაძრის კედელზე. დაახლოებით აი ესეთი სახელმძღვანელო აქვს, ძალიან დაახლოებით ესეთი თეზისები აქვს და აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ხელის გულზე ძევს კიდევ ერთხელ გეუბნებით ძვირფასო მეგობრებო და ამას არ ჭირდება დიდი ანალიზი და ამას არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული ეგრეთ როგორც ამათ უყვართ საუბარი რაღაც IQ და ძვირფასო მეგობრებო საქმე არის ძალიან მარტივად ეს აგენტურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ქვეყანაში მოხდეს დაპირისპირება და სისხლი დაიღვალოს აქეთ არის მთელი ქართველი ხალხი და იქეთ არის სადღაც 3000-5000 აკაცუკი. ეხლა თუ ეს 5000 კაც ჩვენ მოგვერევა დანარჩენ საქართველოს, მაშინ აღარ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი რა. ესენი არიან გაყიდული ხალხი, ესენი არიან დატრენინგებული ადამიანები, ესენი არიან პირდაპირ სამშობლოს ღალატში ჩამდგარი ხალხი. აი ამას აქვს ძალიან დიდი ფესვები. მე დღევანდელ ასავალ-დასავალში დავწერი ამის შესახებ წელი პუბლიკაცია და ყველაფერი დაიწყო ზურაბ ჟვანიამ საქართველოში და ედუარდ შევარდნაძემ. მაგათ ჩამოიყვანეს დემოკრატიის ეგრეთ წოდებული დიდი დამცველი საქართველოში, ცნობილი სომეხი მილიონერი, ევრაზიის ფონდის დირექტორი ლოურენს აივაზიანი რომელიც აფინანსებდა აი ამ სამშობლოს მოღალატეებს, ბოკერიას, ლევან რამიშვილს, ასრაწიანს, თინა ხიდაშელს, გიგი უგულავას, გივი თარგამაძეს, ლევან ბერძენიშვილს, ამ პათოლოგს და სოციოპატს და სამშობლოს მოღალატეს და ქართველი ჩვენი წინაპრების და ჩვენი ისტორიული გმირების მაგინებელს ცნობილ ჩამშვებს და აი ამ ლოურენს აივაზიანმა რომელიც ჟვანიამ ჩამოიყვანა საქართველოში დააფინანსა პირადად მთელი თავისი ჯორკიდებულით ლევან ბერძენიშვილი. ესენი არიან ლევან ბერძენიშვილის ბარტყები, რომლებიც ეხლა დგანან ქუჩაში და იგინებიან დედას. და ისვრიან ქვებს. აი ნაყოფი ჩვენი უმწეობისა. აი ნაყოფი ჩვენი ცრუქაქუნობისა. შევარდნაძე სჭირდებოდა ეს ხალხი. რომ თავისი წყეული ხელისუფლება გაემაგრებინა. და აი წამოიზარდა ეს ხალხი, იბარტყა ამ ხალხმა და ეხლა მივიღეთ მათი შთამომავლობა, აკაცუკები. აი ამასთან აგვაქვს ჩვენ საქმე ძვირფასო ქართველებო. მე კიდე რა არის ბატონო დიდო ყველაზე ცუდი და სიღრმისეული ანალიზი დიდი ბოდიში ამ პროცესების არ მომხდარა. ჩვენ ემოციურ დონეზე ამას ყველაფერს განვიხილავთ, მიმოვიხილავთ, მაგრამ სიღრმისეული ანალიზი არ მომხდარა. ვინ იყო ლოურენს აივაზიანი? რატომ მანდა მაინც ზურაბ ჟვანიას? საიდან მოხდა მათი დაკავშირება? ჟვანია როგორ დაუკავშირდა შევარდნაძეს? როგორ მოხდა რომ ეს უსირცხვილო კაცი გოგლა ჟვანია თავისი ძმის მკვლელებთან დადგა? და სხვათა შორის იქ ისეთი ხალხი დადგა, მე გაკვირვებული ვარ და სახთათა ვარ დარჩენილი, რომ ამათ 7 ბრუნვაში რომ მოიხსენიებდა, მაგრამ ამათთან დადგა. მაგრამ ყველას თავისი სიმართლით და თავისი სინდისით გაუმარჯოს ღმერთმა. აი ამ პრობლემების წინაშე ვარ ჩვენ. ჩვენ იცი რა ვერ გადავკეტეთ ის რომ აი ამ უცხო ქვეყნის აგენტურა 90-იანი წლებიდან საქართველოში როგორც აი ესე იგი თევზი წყალში ისე გზნობს თავს. არც აზერბაიჯანში, არც თურქეთში, არც რუსეთში, არც ირანში, არცაც სადმე უცხო ქვეყნის აგენტურა ლეგალურად არსად არ მოქმედებს. ჩვენთან ლეგალურად მოქმედებს. უცხო ქვეყნის აგენტურა უნივერსიტეტებში, პარტიებში, ტელევიზიებში, ყველგან, ეკლესიებშიც კი ბატონო ნიკოლოზ. ანუ ჩვენ ეხლა იცით რა არის დათათაშიაშურვარი, ეხლა ბავშვი რო ტირისო, გამდის და ტირისო და ეხლა გაზდის ამას და აკეთებენ ამას. ბატონო ნიკოლოზ, ამას აქვს ერთადერთი ახსნა, რატომ? რატომ ხდებოდა ეს საქართველოში და რატომ არ ხდებოდა აზერბაიჯანში და სომხეთში? იცით რატომ? იმიტომ რომ ავად თუ კარგად სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართავდა ეროვნული ხელისუფლებები და ჩვენთან ეროვნული ხელისუფლება დაამხეს და მოიყვანეს მოღალატეები. სამშობლოს მოღალატეები მოიყვანეს და სამშობლოს მოღალატე როცა გყავს მოღალატეები როცა გყავს ხელისუფლებაში იქ დამთავრებულია ლაპარაკი გამოვა ის სამშობლოს მოღალატე და იტყვის რომ მე რაო თუ სამაჩაბლოშიო 150 სოფელიო კი არაო ქვების გროვა დავკარგეთო სტრატეგიული სიმაღლეებიო აზერბაიჯანს ჭირდებოდაო და მე რაო აბა რა უნდა მიგვეცაო რას აზერბაიჯანს თუ ჭირდებოდა სტრატეგიული სიმაღლეები საქართველოს არ ჭირდებოდა აინტერესებს და აი როცა სამშობლოს მოღალატეები ყავს ხელისუფლების სათავეში იქ უკვე ნიველირებულია გაფარჩაკებული არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები ეხლა ამ ხელისუფლების სისტემა ვის აქვს ჩაბარებული განათლების სისტემა ჩვენს დიდ მომავალ თაობას უცხო ქვეყნებისთვის აბატონო აგერ არის შედეგი უცხო ქვეყნის აგენტურას უზდით მომავალ თაობას შედეგი კახა ლომაიას განათლების სისტემა ბავშვი ვერ დაწერა დაფაზე სამჯერ ხო გვახსოვს ეგ ამბავი არა კანალიზატორი კახა ლომაია რომელიც არის ტიპური მოღალატე სხვათა შორის ეროვნული ხელისუფლების დროს მოსკოვის ქართულ წარმომადგენლობაში მუშაობდა ის და მე გადმოხდა უცბად აი ამათ სამსახურში მან მოსკოვში განკავშირებაში კიდე ერთი კაცი მუშაობდა ხო მისიც არის თქმის სახელი მიცი ხო არა ეხა რა არის იცი ბატონო დიტო ერთი გულდასაწყვეტი რა არის იცით მოღალატეებად და რენეგატებად ყალიბდება ადამიანი სისტემის მიერ განათლების სისტემა შობს მომავალ თაობას უცხო ქვეყნის აგენტურად დღეს როდესაც შენ ამ ამერიკული სკოლა ფრანგული სკოლა იტალიური სკოლა ვინმე დაინტერესებულა რა ხდება იქა ვინმე იცის რა ხდება ერდოღანმა რომ ადგა და ფეთიულა გიულენის ისინი სასწავლებლები დახურა რატო დახურა? იმიტომ ის კაცი მოქმედებდა თურქეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, კაცი. და მერე მოხდა თელი ნახევარი თურქეთი კიდევ დაიჭირა ამ კაცს. ხაზი გაუსვა თურქეთის ეროვნული ინტერესები, ნაციონალური ინტერესები. ჩვენ ამ დროს ვახსნევინებთ, აბა მიდი გახსენი ერთი შენ, ნიკა უცხო ქვეყანაში შენი სკოლა და შენი უნივერსიტეტი, ვინ გაგახსნევინებს? აი ქართულ სკოლას, უნივერსიტეტს ვინ გაგახსნევინებს იქ? უცხო ქვეყანაში. ეგრე არ არის და აქ ვისაც უნდა თურქები ხსნიან აჭარაში უნივერსიტეტებს და მერე გამოდიან აქ და ლაპარაკობენ იმაზე რომ ჩვენ თუ რაღაცას ხმას ამოვიღებთ თურმე ეს ყოფილა თურქეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი იყო და არის ეწინააღმდეგებოდა თურქეთის ეროვნული ინტერესებს ის რელიგიური ლიდერი ფეთიულა გიულენი და იმიტომ დახურა ერდოღანმა ის სკოლები და იმიტომ არის დევნილობაში ის კაცი. და რა არის თურქეთის ეროვნული ინტერესები? თურქეთის ეროვნული ინტერესები არ არის ის, რასაც დავით ოღლუ აცხადებს. არა ბატონებო. თურქეთის ეროვნული ინტერესები დაწერილია 1920 წლის იანვრის მიწურულს. თურქეთის ქემალისტური თურქეთის მეჯლისმა მიიღო ეგრეთ წოდებული თურქეთის ეროვნული აღთქმის დოკუმენტი. და რა წერია იცით იმ დოკუმენტში? ამას არავინ კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს. იქ რამდენიმე პუნქტია და არ მინდა შემეშალოს. მეოთხე თუ მეხუთე პუნქტში წერია რომ ბათუმზე თურქეთმა უნდა აღადგინოს თავისი კონტროლი და ეროვნული აღთქმის დოკუმენტი არის ის საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც თურქეთის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის გზამკვლევი, ვალდებულია შეასრულოს და საბოლოო ჯამში რა აერთიანებს ამას ყველაფერს? თურქეთის იმპერია უნდა აღდგეს ატლანტის ოკეანიდან ინდოეთის ოკეანემდე როგორც იყო ეს ესე იგი მე-16-მე-17 საუკუნეებში. სანამ არ მოწყდათ კისერი ვენის ალყის დროს და მერე საბოლოოდ რუსეთმა არ გამოუღო რო იტყვიან შიგანი და გულღვიძლი. თორე ეს იყო უძლიერესი იმპერია, რომელიც შიშის ზარს სცემდა ევროპას. შიშის ზარს. ხო და მე კიდევ ერთხელ გუშინაც ვსაუბრობდი ჩვენ ამის შესახებ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. ამოდენა სახელმწიფოს ქემალისტური თურქეთის პირველი პირი გეუბნება 400,000 თურქი მესხი უნდა ჩამოიყვანოთ საქართველოსშიო. და ჩვენ აქ უნდებით იმას, რომ ეს ქალბატონი, ეს ხოშტარია, სადრას მიაჯღაბნის და მერე ვინ რომელი აკაცუკი სად გადმოხტება და რამდენი გოგო გამოვა ქუჩაში და რამდენ ბიჭი აგინებს დედას. აი აქამდე დაიყვანეს
ქართველი ერის პროტესტი, დაარქვეს ამას პროტესტი და აი აქამდე ვარ ჩვენ დასული. განათლება 0, ეკლესიაში არის უმძიმესი მდგომარეობა და მე არ შევეხები, აი შევეხოთ აგერ, არ შევეხები. აგერ უყურეთ, ეს კაცი ბოლო ნაცმოძრაობის მაისური ჩააცვით ბოლო ამ ადამიანს, კაცო რა. ზოგი, ესე იგი მეუფე დაფრინავს რაღაცაზე ჩვენ ნახეთ რომ ამერიკაში რო გაფრინდა ის რაგვარია კაცი ის. ფეხბურთს თამაშობს. კაცო თუ ფეხბურთელები იყავით თქვენ და ხვიჩა კვარაცხელიაობა გინდოდათ ჩასულიყავით ძმაო ამ იმაში რა ქვია და მილანში გეთამაშათ და PSG-ში დაანებეთ ამ იმას მაშინ არა ეხლა აი უყურეთ ეხლა აი ამ ადამიანს შეხედეთ ეხლა ერთი რეებში წახში ესეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა ამომწყვიტა დედა სააკაშვილი და მერაბიშვილის ვანმა დედა ჩემი შვილი დედა რისთვის დამიხრიტეს მითხარის დედა ხელაწეული კედელზე მიყენებული შვილები დედა 16 ტყვი დედა გაგანადგურეს დედა ამომწყვიტეს დედა ესეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა ხაწამე სადისტურად თავი 4 ქონდა გაგლეჯილი ხალი გამოღებული ქონდა გახსნა ქონდა მკვდარს დაწვებული გახსნა საქართველოში არ ყოფილა მიწამეს 14 ჭრილობა მიაყენეს და მოკვლა არ გვინდოდაო 14 ჭრილობას კაც რო აყენებ შეიძლება ითქვა რომ მოკვლა არ მინდოდაო ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი მაშინ მომკლეს მაშინ ესეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა დავიდოვი ალბათ დავიდოვი აფრასიძე ბადრი 52-ზე საქართველოში არ ყოფილა გაანადგურეს სულხანი იმ 11 თვის განმავლობაში რომ კურნალობა ჩაეტარებინათ იქნებ შემიშვილი ცოცხალი იქნებოდა სხვა ой это чего ესეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა უდანაშაულო ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დაიბარეს თათბირზე მამაშვილი ქუთაისში მამას ხელიდან წაართვეს შვილი საღამოსვე ჩაიყვანეს ბათუმში აიყვანეს გემზე დახვრიტეს ზღვაში ჩააგდეს ზღვის ცხოველების ლუყმა გამიხადეს გვამის არ მაღიზეს დასამარხად ესეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა არ მე არ იცი რა ყოველთვის ვერიდები სასულიერო პირზე რაღაცა ცოტა ერთი თქმის იმიტომ რომ მე თვითონ ეკლესიის მრევლი ვარ მაზიარებელი ვარ და მიმძიმს ხოლმე მაგრამ ბჭო ეხლა რა არის ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი რა შეკაიკაცო ნატაფერაძის მსგავსად 2012 წელს რას აკეთებდი აი ეს ხალხი რო ყვება თავის გასაჭირს შენ ერთხელ ამოგიღია ხმა მაინტერესებს ეხლა დაიბადე ამ ქვეყანაზე სადახსოვს მთელი საქართველოდან სასულიერო პირები გამოდიოდნენ აპროტესტებდნენ უამრავი ერთხელ გითქვი არა მე ეხლა რო ადექი და ესე იგი შემოიხიეთ ანაფორა ეს მაინტერესებს მინდა მიმართოს საქართველოს საპატრიარქოს ეს კაცი რატო არის დღეს ეკლესიაში გავკვეთეთ ეს ადამიანი ვერ გავიგე ეს კაცი აგდებს დაბრკოლებაში მრევს ეგ და კიდე მათ კიდე ვიღაცები არიან კიდე რა აი კაი ბიჭო თუ კიდათ ეს პარტიაში წადი და იმ პარტიაში იყავი რა უბედურება რა ვერ გავიგე წირვალოცვას როდის ატარებ მაინტერესებს რა არ როიძახი არ აქცხვენია ვინ დახოცა 1000 რამე შეიძლება დააბრალო ვიღაცას ხელისუფლებას მაგრამ ხალხი ამოჟლიტეს ტერიტორიები დაკარგეს და შენ ბოლო სად იყავი მაშინ ეხლა რო ესე გული შეგტკივა ამ ქვეყანისთვის სად იყო ბატონო ნიკოლოზ და სააკაშვილის გარკვეული მეუფეები არ მინდა ახლა ერთი მგდელია არ არის გავიგე ბატონო მაგრამ ერთ-ერთი განსვენებულია და არ მინდა ახლა ხო ვიცით ჩვენ რომ სააკაშვილის სურათი ქონდა კელიაში ჩამოკიდებული კაცო აი ეს ცრუპეტრე რო არის ცაავა სენაკის ვაგზლის ცნობილი ქურდი მიტროპოლიტი ეგრეთ წოდებული ეხლა სად არის რომ ისა რა ქვია ეშმაკმაი უწყის სააკაშვილის და სანდრა რულოვსის ფოტოსურათები ქონდა კელიაში ჩამოკიდებული და აი ამ ასპიტებს იფარავდა სალხინოს მამათა მონასტერში და ბალდის მონასტერში მარტვილში იფარავდა 2012 წლის 1 ოქტომბრის
იმ დიდი გამარჯვების შემდეგ ესე რომ გაიქცნენ თბილისიდან ეს გარეწრები, ეს სამშობლოს მოღალატეები და ეს არაკაცები და ეს გამაუპატიურებლები, კოხტაკოდუები, ახალაიები, სოსოთოფურიძე გძლის ფორმაში გადაცმულები იმალებოდნენ ცრუპეტრე ცავასთან სალხინოს მამათა მონასტერში და ბალდის მონასტერში. თვენახევარი იქ ბრძანდებოდნენ. დათა ახალაიაც, ბაჩო ახალაიაც, მამათმავალი კოხტაკოდუაც და ეს ლოთის სოსოთოფურიძეც, ეს გარეწარი. იქ ბრძანდებოდნენ ესენი. და აი ამის გულისთვის მაგათ პასუხი უნდა აგონ. ვინც იქ შეიფარა. და იცით როგორ იყვნენ შეფარებულნი. სამოსი ეცვათ, სამღვდელო სამოსი ეცვათ, შესამოსელი და პარიკი და წვერები და ისინი დადიოდნენ. იქა ვითომ ისინი იყვნენ, რა ქვია, წმინდა მოწამენი. არა, მე ვერ ხვდები. ხო და ეს კაციც გაკვეთა რატო არ ხდება? ჯო, კარგი დაუშვათ ეს ხო გასაგები. არა, ეს ერთი ხო არა. რეზი შოთა არველაძეს რა უკნათ? გამკვეთოთ შოთა არველაძე? ეგ ისედაც გამკვეთილი. სააკაშვილის იღბლის ბუკეტი რო იყო და ხმას რო არ იღებდა. კი მაგრამ არაერთმა და მათ შორის ერთმა ჩემმა მეგობარმა და ჩემმა კოლეგამ არ მინდეხა მისი გვარი და სახელი ვთქვა ძალიან კარგი პასუხი გასცა მას იმიტომ რომ სპორტში ჩემზე უკეთ არის ჩახედული და როცა გიორგი ნემსაძე ერთ საათში დემეტრაძე იყო დაჭერილი გიორგი ნემსაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გააგდეს კი მაგრამ ხმას რატო არ იღებდით მაშინ თქვენ ოსაწონი იყო ეგა არჩეული კაცი ერთ საათში რო გამოვიდა და უარი თქვა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა დატოვა. რატო არ გამოხვედი მაშინ ბატონო შოთა და რატო არ თქვი რომ ეს არის საშინელება, ეს არის რეჟიმი და ეს უნდა დაინგრეს. რა გაჩუმებდათ მაშინ? სანდრო გირგულიანი მიტინგი არ მაქვს დატოვებული. ცხონებული გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს ქუჩაში მელიქიშვილის გამზირზე დახვრიტეს. დღისით მზისით და ცხონდეს მისი სული და გვამი მაპატიოს მისმა სულმა დააგდეს ქუჩაში 2 საათი ეგდო მთელ თბილისს რო ენახა როგორ გაუსწორდა სააკაშვილი პირადად გაუსწორდა მოკლა ცნობილია მკვლელები ვინ ბრძანდებიან ერთი პაჭულია გახლავთ მეორე ჯგერენაია გახლავთ იჯგერენაია მკვდარია რუსეთში გაურკვეველ ვითარებაში საეჭვო ვითარებაში მოკლეს რაც შეეხება გია პაჭულია სოცხალია და 2016 თუ 20 წლამდე მე მგონი სამეგრელოში სპეცრაზმის უფროსის მოადგილეც კი იყო. ქალბატონმა რუსუდან შარაძემ ამის შესახებ ცლად ისაუბრა, ცლად მისცა კომენტარი ქალბატონ თეატროლუკიანის კომისიას და ეგ ცნობილი ამბავია. კი მაგრამ ერთხელ მაინც გამოსულ ხართ მამაო და ბატონო შოთა არველაძე და დაგიგმიათ ის ფაქტები. სანდრო გირგულიანის კვლელობა დაგმეთ, ბუტა რობაქიძის დახვრეტა დაგმეთ. ესენი არიან ფულისტები, ფულის საწყალეი ზურა ვაზაგაშვილის კვლელობა დაგმეთ. ცხონებული იური ვაზაგაშვილი მამის შვილის საფლავს რო დააკლეს დაგმეთ. აჭარელი ბიჭები რო ჩახოცეს ნავთლუღის ბაზარში დათა ახალაიამ 4 ბიჭი საცოდები ართმელაძე და ისინი დანარჩენების გვარი დაგმეთ ისა ცნობილი სადისტი აი ეხლა აგერ ვამბობ პირდაპირ ეთერში რა ცნობილი სადისტი ცნობილი სოციოპატი და სერიული მკვლელი მეგის ქარდავაზე უარესი ძმა ლევან ქარდავა ბატონო ნიკოლოზ უდოთი არის გამოშვებული გარეთ არის აი ხლა ერთი რამეა კიდე იცით ყველაზე საშინელება ის არის რომ ჩვენ აი ჩარლს კირკი რომ იქნა მოკლული საშინლად აღმოჩნდა რომ ამ ქვეყანაში არიან იდეურად ის ხალხი რომლებიც ხვალ და ზეგ შეიძლება ეს გააკეთონ თვითონაც რომ აქაც იგივე ქართველი ჩარლს კირკები მოკლათ ერთ-ერთი აი ესეთი ვიხილეთ ჩვენ ტელეეთერში ახლა ეს არანორმალურია ეხა გედეონ ფოფხაძე რომელიც რაღაცა ჰუმანიზმის და რაღაცა ეგრეთ წოდებული ინტელექტუალიზმის და რაღაცა ჰაეროვანი გზნობებით გამოდიოდა და ერთ ქალბატონზე მინისტრზე კვდებოდა ისე აფანატებდა და ვერ მოიგო იმ ქალის გული და გამწარებული ეხლა ვერ გავიგებ თელ ქვეყანას ეხა ის მილიონი რო ვერ იშოვა გუბაზამ იმიტომ იყო გამწარებული და ამან ვერ მოიგო იმ ქალის გული და ამიტომ არის რომ ესე იგი თელ ქვეყანას ებძვის ალბათ და მათ შორის ბიძინა ივანიშვილს ეხა ამას რო კაცი იტყვის ეხა ეს შეიძლება ნორმალური იყოს მოусმინეთ ნეპალით უნდა შეგვაშინო ნეპალი კი არა აი მუცფერად გეტყვი ხო აი არაბის მაგათი არაბის ფიზიკური განადგურება არ მეწენება რა ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირავა აი
ბოლომდე გეუნებით მაგას. გარიწარია და თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცელს წაუკიდებენ, მე არ მეწყინებ. აი გულწრფელად გეუნები მაგას. ხო, მაგრამ ამ ზუსტად აი ხა უყურეთ, შეიძლება მართლა გქონდეს რაღაცა გონებაში, რომ ვიღაცისთვის გინდოდეს რაღაცა ცუდი, მაგრამ კაცი რო პირდაპირ ეთერში გამოხვალდა იმას იტყვი, რომ ვიღაცას ბენზინი რო დააწვან, ამ მოკლა რომ მე ეს გამიხარდებაო. აი მე რა მაინტერესებს მე როგორ გამოდიხართ და ლაპარაკობთ, რომ ეს ხელისუფლება თურმე არის ისეთი მზაკვრალი და რაღაცა. ვალერი გელბახიანი რისთვის იქნა ნაცემი? აი ესეთი განცხადების გაკეთების გამო. ეხლა აი ესეთი ვალერი გელბახიანი ვინ ჩება მას? თუ ვალერი გელაშვილი, ბოდიში, ვალერი გელაშვილი როცა. არა, ვალერი გელბახიანი საცემი შეიძლება ის მართლა ვალერი გელბახიანი ეს სამჯერ არის საცემი. არა, ვალერი გელბახიანი ნამდვილად ეხლა მაგა წაქცეულს არცემენ ცემა ნამდვილად არ ჭირდება მაგას აკუთრებს. აი ეს კაცი ეხლა ვერ გავიგე. იმ კინოში რო არ იყოს შემოლაწონება უნდაო ამაზო და ამას იქნება ერთი ქალი ვიღაცა. იმ ქალის გული რახან ვერ მოიგოს სამადლოდ ვიღაცა გაურიგოთ იქნება დაწყდარდეს. მოზვერინი ჩაუყაროთ არ რაღაცა. არაფერი მე ბატონ ტრისტანთან გავივიდი ჩვენ კონსულტაციებში. ბატონ ტრისტან წითელაშვილთან. ესე იგი რაც იმ ქალის გული. ეხლა ვიღაცა იკითხავს ვინ არისო და არ მინახა იმ ქას ქმარი ყავს და ვერ ვიტყვი ეხლა უბრალოდ და ესე იგი რაც ეს კაცი აი ესე იგი მიმისმერი არის დაბოღბილი. ბატონ ტრისტან წითელაშვილთან გავიაროთ კონსულტაცია და ეს წავიყვანოთ ეგ უძღეული სადღაც წავიყვანოთ მე ვიხდი პულს მე გადავიხდი პულს და იქნება დაწყრარდეს ეგ არა ხო და თორე შემოლაწონება უნდა შემოლაწონება კი არა ამას აღარაფერი აღარ ამის წამალი არის ნარგიზა რა ნარგიზა ამის წამალს არ არის როინას ცოცხალი თორე დაურეკავდით და არა როინა ხო თქვენი გაზეთის ჩემი მკითხველი ხო და ხომ მოისხავდით მაგის მაგ არა ქალბატონი როინა ეროვნული მენტალიტეტის ეროვნული მენტალიტეტის ამას რო შეხედავთ იტყო და ამას არაფერი არ ეკუთვნის და არა გამორიცხული ამბავია არაფერი არ ეშველებ მადეღა უკაცრავად მე შოკი დოლარებით უწავარ ამას არ შეუშვებ მადე ერთი მე შოკი დოლარები თუ ვიღაცა ხაზარაძეს თუ გამოვართმევთ პულს და ზარალას ორივეს ერთად თორე ეს ისეთი ზარალია იქაც არ შეუშვებენ ამას რა ჯერ იوارგებს თუ არა იქ კაცმა საკითხავია გამორიცხული ამბავია რა ხო და აი იცით რაში ახარ ხო აი სასაცილო კი არა კაცი გამოდის და ფენზინს თუ გადაასხამენ გამიხარდებაო სასაცილოა ეხლა რასაცილო ჩვენს ვაკუთხით ეხლა ჩვენ აქ ვიხუმრეთ რა თქმა უნდა ძირფასო მეგობრებო აი ეს ახლა ნორმალური არის ეს არის ნორმალურია ეხლა სხვათა შორის მე ერთხელ ამას ყავს ძმა რო იცოდე თქვენ და გვანან ერთმანეთს ტყუპის არა გეტყვით აგერ მე უნივერსიტეტში ესენი არიან ჩემი დროის სტუდენტები და იმდენად გვანან ერთმანეთს ტყუპები არიან თუ არ ვცდები რა იმდენად გვანან ერთმანეთს მთელი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აი აგაგიწერეთელს აქვს ეს ტერმინი გაცეცებული დავდიოდი გავივლიდი ერთი მოსახვევში შემხვდებოდა ერთი გამარჯობა შეიტყვა ნორმალური გამოვიდოდი მეორე მოსახვევში შემხვდებოდა და მე მეგონა ერთი და იგივე ესე იგი არა იმას თუ და სადაც კი გავუაღებდი აუდიტორიაში ყველგან ესენი იჯდნენ რა ნებისმიერ აუდიტორიაში ყველგან ესენი იჯდნენ და სირცხვილია ბატონო გედი თქვენ ისეთი რომანტიკული სახელი ქვიათ კაცო და რაღაც გვინდოდა რომ პატივი გვეცა თქვენთვის და არ ვიცი თქვენ არაფერი არ გეშველება თქვენ არც ნარგიზა გიშველით არც ოთარი გიშველით და არავინ არ გიშველით რა სირცხვილია სირცხვილი და სხვათა შორის თავს დებს ეს მორწმუნეობაზე რომ ეკლესიურია და ეკლესიური ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებებს რომ კაცო რო დაწვავენოთ და გადაასხამენ ბენზინსო მე ეს არ მეწყინებაო არ შეიძლება ეს ელაპარაკი რა ახლა ბიძინა ივანიშვილს არ ჭირდება ჩემი დაცვა ისეთი დამცველები ყავს რომ თქვენგან მოწონებული მაგრამ ეს არის ამორალური განცხადება ესე ქართველი კაცი არ უნდა მეტყველებდეს ეს მართლა თქვენი თქმის არ იყოს ფიქრადაც რომ კონდეს გავლებული ეგ არ უნდა თქვა და იქვე უნდა მოკლა ეგ ფიქრი იმიტომ რომ ფიქრიც უკვე ცოდვაა თუ თქვენ
მრევლი ხართ და თუ თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხართ და აღსარებელი ხართ და მაზიარებელი ხართ, ბატონო გედეონ, ეს ასია, რელიგიურად ასია და ცოდვა ის კი არ არის მარტო რომ ეხლა ავტომატი დაიჭირო ხელში და ხალხი უდანაშაულო ხალხი დახოცო, არა, რომ გაიფიქრებ უკვე. იქ უკვე ქვებუდანია ჩასახლებული და ის უკვე ცოდვაა, უკვე ცოდვილი ხარ. ხო და ამიტომ არ ვიცი ახლა თქვენ რა მორალური კრიტერიუმებით საზრდობთ და საიდან ესეთი ფიქრები და რისი გამკეთებელი ხართ, მაგრამ თქვენ ეს რო თქვით უკვე ხართ, ესე იგი გამკეთებელი. თუ გექნებათ ის შესაბამისი სიტუაცია, თქვენ ადამიანს ესვრით. მე ვარ დარწმუნებული, მაგრამ ღმერთი ამას არ დაუშვებს და ვერც თქვენ მოეცემთ მაგას. ელტონ ჭყონიას. ბატონო ელტონ, აი თქვენ რო ერთობით იქ ბათუმში სიმპათიურ ქალბატონებთან იქნება გედეონსაც რაღაცა უშველოთ. აი მანახოთ ეხა ეს კადრები წაიყვანეთ ეს. გედეონს არა. ესე იგი რა ჩვენ ამ კაცზე ვილაპარაკეთ, ამ კაცმა ის მერე აიჭვიდა. აიჭვიდა იგი იმის მერე ვეღარ აკავებს ვერავი და ბატონო ელტონ მოგმართავ თხოვნით რომ ამ კაცს რაღაც დახმარება ჭირდება და გედეონიც წაიყვანეს მაგ რაღაც ამბებში და იქნება ამ კაცსა ძეშველო იქნება ტრიფონსაც ეშველება ჩვენ ძეშველება და ეს ამნაირ სისულელებს აღარ დააბრეხოს, მაგრამ აი ამას ამდენ სიგიჟეს რო უყურებ კაცი ცოტა არ იყოს აი ძნელი არის ამ ყველაფრის გადახარშვა, მაგრამ არის ადამიანები რომელთა რაღაცა შეცვლა ძალიან რთული იქნება. ერთ-ერთი არის ეს ბატონი, რომლის სიგიჟეებს საზღვარი არის. ბევრ თქვენგანს უწუწუნია უთქვამს, წარმოუთქვამს შემდეგი სიტყვა, აი რა შეგვჭამეს ამ ინდოელებმა, პაკისტანელებმა, არაბებმა, ირანელებმა, ცალკეული მუსლიმური სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლება რამდენნი არიან, როგორ გადაავსეს, გადაჭამეს ჩვენი, ასე მაგალითად, დედაქალაქი თბილისი, ქუთაისი, ბათუმიც, ალბათ, თელავის, არ ვიცი, ზუგდიდიც, გორიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი თუ სხვადასხვა ქალაქი, რეგიონული ცენტრი, რეგიონის ცენტრი. მე ამ მოსაზრებას, ამ ქსენოფობიურ წიაღსვლებს გულახდილად გეტყვით, არ ვიზიარებ, საერთოდ არ ვიზიარებ. მე მგონია, რომ არავის არ გადაუჭამივართ და საქართველო არის ტოლერანტული ქვეყანა. მე უფრო მაწუხებს გულახდილად გეტყვით, აი არაბებზე თუ პაკისტანელებზე თუ ირანელებზე. მე უფრო მაწუხებს, უფრო შეუმოწმებელი, უფრო არ შემოწმებული მოქალაქეები რუსეთისა. რუსეთის აწუხებს ამა. არც თურქი მაწუხებს, არც არაბი, არც ინდოელი, ყველა წაუღია და შეუჭამია ეს ქვეყანა. აი ეს არის ამათი მენტალიტეტი ხალხო. ესენი არიან რუსოფობები. ამაში იღებენ ფულს და ესეც იმიტომ აწუხებს, რომ ამაში ფულიც იღებს, რომ ეს თქვას. თორე თუ გინდა ტაოს მსგავსა წაუღია, აჭარა, გურია რა, წაიღოს კაცო მაგათი არის. წაიღოს ჯავახეთი, წაიღოს ქვემო ქართლი, წაიღოს ის ჯავახეთი, წაიღოს ყველაფერი წაიღოს. ოღონდ რუსია. ბატონო ნიკოლოზ, ეს კაცი არის ფსიქიურად შეურაცხმელი. ეს არის გალოთებული კაცი. რა იცი თქვი? მე ვიცი და იმიტომ გეუბნებით. ეს კაცი არ არის ნორმალური და ეს არ ვიცი მე ახლა სუსტად მე ვერ ყვევი მაგ თემაში, მაგრამ არის ეთყობა საქართველოში შემოსული რაღაცა ისეთი ნარკოტიკი, რომელსაც ეს არის მიჩვეული, დაიჩვია რა. ეს არ არის ნორმალური ეს კაციაც. ეს ნორმალური არ არის. ეს არ არის ნორმალური ადამიანი. ამან არც ისტორია იცის, არც ქართული იცის, არც ჟურნალისტიკა იცის, არაფერი არ იცის რა. აი ამ კაცს მე ვიცნობ კარგად. ვიცი ამის ოფოფების ამბავიც, ვიცი ყველაფერი. სხვათა შორის ყავს ერთი საერთო მეგობარი, ძალიან მაგარი კაცი და ვენაცვალე მე იმას, ჩემს ირაკლის და ეს კაცი არ არის ნორმალური. გეუბნებით რა. მე ამას ვიცნობ დიდი ხანია. ეს იყო აცგანსვენებული ბადრი პატარკაციშვილის თავარ გაზეთში რაღაც განყოფილების გამგე. იქ რაღაცა ნორმალურად იქცეოდა. მერე გახდა ლიბერასტი. რაღაცნაირად გადაეშვა აი ამ ბაკკანალიაში. მერე ეთყობა რაღაცა უზალთუნი გადაუგდეს.
ხო და ნუ აი მიიღო ის ფორმა რა ფორმითაც ეხლა არის და არის აცოდო მდგომარეობაში. არის იწევს ჩემი მხრიდან სიბრალულს. კი არ დავწინი კაცო. არ არის ნორმალური, არის სამკურნალო. წასაყვანია, მაგრამ უბედურება იცით რა არის, ვირფასო მეგობრებო. ნაძირალა მამუკა ხაზარაძემ საგიჟეები დაანგრია საქართველოში. და რო იყოს ასათიანზე ის საგიჟეთი, ეს არის წასაყვანი ტაბლიაშვილი, იქ მოასულიერებენ, მოაღონიერებენ, რაღაცა ის რა ქვია, რევანდის ოყნებს გაუკეთებენ და ბროწეულისას მიაყოლებენ და გამოუშვებენ გარეთ. რა იცით? და აბიგლუკოზასაც დაუმატებენ. მაგრამ არ არის კარგად კაცი, ფსიქიურად არ არის. ისე როგორ შეიძლება იყოს ფსიქიურად, ახლა ვახოსანაია რო გეყოლება აქეთ და იქეთ რო ჟიჟილაშვილი გეყოლება. და ისა რა ქვია, გრიგოლია რო გეყოლება. და ის გოგო რო არის კიდე სიგარეტს რო ეწევა სტუდიაში. არ ვიცი გვიზეზე. ხო, აი ახალაია. ყველა ეწევა მაგენი სიგარეტი. არა, ის სტუდიაში ეწევა პირდაპირ ეთერში. აჰა, გავსეკ. ხო და. არ ვიცი, ახლა აგერ ერთ-ერთი აი ხა ამ რუსოფობიული არის ნორმალური და რუსოფობიული განცხადებების უკვე შიზოფრენის სტადიამდე მიდის. ეხლა აგერ იმ დღეს გამოვიყვდა ფორმულაზე, ეს ფორმულა გამოირჩევა განსაკუთრებით ამ იმითი მეთოდებით. ერთი მოусმენთ ეს წამყვანიც არის, მე მგონი ნახე რასაც ხარ. ზე ვიყავი ჩაქში, ზღვისპირას სახლებში და ზუსტად ამ პერიოდში მეზობელ სახლში ჩამოვიდა რუსების ოჯახი, საკმაოდ ხმაურიანი და რაღაცა განვისდიდი რომ როგორ არ წამოვიღეს საქართველოს დროშა იმისთვის რომ რაღაცა ზღვარი დამეწესებინა, იმიტომ რომ ძალიან გამაღიზიანებელი იყო 7 აგვისტოს მათი ასე ვთქვათ ხმაური და გამომწვევი ასე ვთქვათ ქცევა და გამახსენდა რომ მქონდა უკრაინული კაბა მახსოვს და ხო აი ამ კაბით ზუსტად ჩავა ხა ეს რა ნახო ვიღაცას ნორმალური ეგონებაო. თურმე ესე იგი ვიღაცები ჩამოვიდნენ რუსეთიდან ერთობოდნენ 7 ხა რა იციან იმათმა 7 აგვისტოს რა მოხდა 8-ში. ხო და ამან დროშა ვერ ნახა და უკრაინული ამ დროს რუსები და უკრაინელები ერთად ცეკოვენ რესტორანში. ამან უკრაინული კაბა ჩაიცოდა. რუსები და უკრაინელებს ერთი უკრაინული კაბის დრო ვერ გენახა, უნდა გატიტულებულიყავი და ისე წარმდგარიყავი იქა. კარგი, მაგას გავანებოთ თავი ეს ახლა საშინელება არ ვიცი ეს ხო ცნობილი ფაქტია რომ რუსები და უკრაინელები ერთად დადიან რესტორნებში და ცეკვავენ. რა თქმა უნდა. ერთად. ხო არა ესენი მაინც ფულია გამოყოფილი ამაზე და ამაზე ხო უნდა ილაპარაკონ როგორც ახლა ერთ-ერთი დიდი მსახიობი რო ყავს კიდე აგერ აი რამდენი ჩამოვთვალეთ ტაბლიაშვილი ის მანამდე ეს დევი ეხა ეს კიდე ესეც ღრმა ფესვები აქვს ამას მე ვიცი ახლა ჩემ მეგობარს არ მოეწონება გიორგი თავდგირიძეს მის ციტირებასაც მოვახდენი იმიტომ კლაუზევიცია მისთვის უმაღლესი და არჩევედავები იმიტომ ჩემზე უკეთიცის სანამ თავდაცვაში ვართ ომს ვერასოდეს მოვიგებთ სანამ თავდასხმაში არ გადავა საქართველო სულ ესე ვიქნებ და აი როდესაც გადავა თავდასხმაში ომს მაშინ მოვიგებთ ასე თქვა სუნძიმ ახლა ყველაფერი ჩვენზეა და არა ვიზის სხვაზე არანაირ ლიდერზე არანაირ გეოპოლიტიკურ და ასე შემდეგ მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს თუ ჩვენ კარგავთ ქვეყანას. რუსეთთან უნდა გადავიდეთ შეტევაში, ჩვენ გესმით? ჩვენ უნდა ავიღოთ, ესე იგი, ხელში ძალაუფლება თურმე და უნდა გადავიდეთ სატანკო დივიზიამ, ქართველების სატანკო დივიზიამ გაარღვიოს ლარცი, გადავიდეს, აიღოს ვლადიკავკაზი, აიღოს როსტოვი, აიღოს ისა და აი ამას ჩაუდგება სათავეში ბატონი გოგიძე. გესმით? ბატონო გოგიძე. აი ეს იქნება ჩვენი მხედართმთავარი. ბატონო გოგიძე, სუნძის 2500 წლის წინანდელ ტრაქტატს რო ახსენებ თქვენ მანდ. სუნძის იქ სხვა არაფერი უწერია, მხოლოდ ეს უწერია, რომ სანამ თავდაცვაში ვართ, ომს ვერ მოვიგებთო? იქ არა აქვს ჩამოყალიბებული მას მთელი პირობები, რა შემთხვევაში შეიძლება მოიგო ომი? რა ძალები არის ამისთვის საჭირო? რა ეკონომიკა გჭირდება? რა განწყობები გჭირდება ჯარში? მხოლოდ ეგ მოიკითხე? იმ ტრაქტატში, რომელიც ნებისმიერ სამხედრო აკადემიაში ისწავლება დღეს 2500 წლის წინათ დაწერილი. ეს მართლაც ბრწყინვალე ჩინური ტრაქტატი. მხოლოდ ესა მოიკითხე მანდ. აი თქვენი და თქვენი სექტის პრობლემა სწორედ ის არის, რომ თქვენ არ აგაქვთ
სისტემატიზირებული ცოდნა. თქვენ გაქვთ ფრაგმენტული, აი რაღაცა ამოგალეჯილი, რაღაცას წაიკითხავთ Facebook-ზე, იმას გამოაგდებთ, მე ატეხავთ ღრიან წელს, დარბიხართ ცივილკივილი დროშებით, იფურთხებით, იგინებით, მე რაღაცას კიდე გამოაგდებთ, აი ესე, თქვენ ახართ Facebook დამთავრებულები. განათლებული ადამიანი, რასაც ქვია განათლება, რასაც მოიცავს მთელი თავისი არსით, არ იტყვის იმას და არ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა. და განათლებას თუ ზნეობა და მორალი არ აქვს საფუძვლად. მე არ ვიცი ვინ დაწერა დათარათაშხია, მაგრამ გენიალური დაწერა, ვის დაწერა. განათლებული კაცისო საქციელიო, აბა გაიხსენეთ რას ეუბნება დედაო და დათარათაშხიას გადამდებიაო. და განათლებასო თუ არ აქვსო ნიჭიერებასო და განათლებასო თუ მორალი არ აქვსო საფუძვლათო დაღუპავსო ადამიანსო. არა გაქვთ თქვენ ეს განათლება, კაცო, თქვენ გაქვთ რაღაცა საყვალპურო ინგლისური იცით, სამშობლო არ გიყვართ და ხართ კლონები, ჩვეულებრივი რა. კლონები ხართ. ამიტომ ესე ჰარი-ჰარად ლაპარაკობთ. რა შეტევაზე უნდა გადავიდეთ ჩვენ? რას გულისხმობთ შეტევაში გადასვლაზე? რუსეთს უნდა შეუტიოთ? თურქეთს უნდა შეუტიოთ? აზერბაიჯანს უნდა შეუტიოთ? სომხეთს უნდა შეუტიოთ? აჰა, ხელისუფლებას უნდა შეუტიოთ? რუსთაველის პროსპექტზე. როგორც ერთხელ შეუტიეთ, ხო? 91 წლის 22 დეკემბერს და კაი ოქროს ვაშლები რო დაუკრიფეთ მერე, ხო? რო დაგვეფხო ქვეყანა თავზე. რა შეტევაზე ლაპარაკობთ? რომელ შეტევაზე ლაპარაკობთ? ბატონო კახა, ამ ხნის კაცი ხართ, კაცო, წარბები გაგტეტრებიათ უკვე ლამის. რისკენ უბიძგებთ ამ ახალგაზრდებს? ამ აკაცუკებს, რომლებსაც წერა-კითხვის პრობლემა აქვთ, მერწმუნეთ. წერა-კითხვის პრობლემა აქვთ. ერთ-ერთი აკაცუკი სხვათა შორის ამ რამდენიმე თვის წინათ აი თავისუფლების მოედნის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბუკინისტები არიან და სტელაჟები აქვთ. იქ ჩემი წიგნიც იყო სხვათა შორის გამოფენილი ზვიად გამსახურდიას შესახებ და დაინტერესდა და იქვე ვიყავი. ხო და ფასი კითხა რა და ნუ ხა უთხრა რა, აი მან რა ქვია ქალბატონი არის ერთი ძალიან ძვირფასი ქალბატონი მე არის და უთხრა რა ზღირდა, ნუ 10 ლარი ღირდა და ატრიალა ხელში ატრიალა და ვიცანი ეს ბავშვი რა, ეს მიტინგებზე აქტიურად გამოდიოდა და რა ვიცი ერთთან ბავშვი იყო, სათვალიანი ბიჭი არის, ბუთქუნა რა. ხო და მივედი და მე ვთხარი მოგწონს მეთქი ეს წიგნი თქო და გაჩუმდა და მე ვთხარი მე შენ ამ წიგნს ჩუქნი მეთქი რა. ხო და ავდექი, მე ვარ ავტორი მეთქი და გამოვართვი ქალბატონ მერის, მე ვთხარი ქალბატონ მერი აი ამ წიგნს ავიღებ და ამ ბავშვს ჩუქნი მეთქი ხო და ავიღე და იმ ბავშვს ვაჩუქე. და წაუწერე რა, ავტორისგან და მომავლის იმედით მეთქი და მაშინ იყო ზუსტად ის პერიოდი, როდესაც აი ესენი აპროტესტებდნენ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს. აი ეს უცხოური გამჭვირვალობის შესახებ რომ მიიღო საქართველოს პარლამენტმა აბსოლუტურად სამართლიანი კანონი ამერიკული ფარას იდენტური, ხო? და მე ვთხარი, ეს არ არის რუსული კანონი მეთქი, მე ვთხარი შვილო მეთქი რა. მე ვთხარი, ეს არ არის რუსული კანონი და მე ვთხარი ზვიად გამსახურდიას რომ რაღაცნაირად გაინტერესებს, ეს კარგია, მაგრამ აი ზვიად გამსახურდია, აი ესე ემხობოდა მეთქი, მე ვთხარი. და მაგას ნუ გააკეთებ მეთქი. მეგონა რომ რაღაცა შეისმენდა. აი ამ არეულობის და ამ გაწევ-გამოწევის დროს ეხლა რაც აქ მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა ეს გოგონები რო იგინებოდნენ უკანასკნელი სიტყვებით და იყო ცივილკივილი და უბედურება და ეხლაც იგინებიან. ისევ დავინახე ეს ბავშვი იქ არა. უბასანიკიძის ბიჭის ლევანის გვერდით იდგა და ისევ აკაცუკობდა. მე იმედი მქონდა რომ ის ბავშვი რაღაცნაირად მოტრიალდებოდა, მაგრამ არა, არ გამოდის რა. ესენი არიან დაფინანსებულები, ფული აქვთ ამათ აღებული და ვალდებულებები გააჩნიათ. იმ ფულს რომ მოკიდებ ბიძია ბაბუა ხელს, მე ვალდებულება ხავს აღებული. ვალდებულება და ამიტომ ხარ თქვენ საწოდავები. აი ეს წეღა რომ ნახეთ ჩვენი სტაბლიაშვილი, იმიტომ არის ის საწოდავი რა, ის უნიჭო კაცი არ არის. მაგრამ ვალდებულებები აქვს აღებული და გადაიქცა ამოდენა კაცი გადაიქცა აკაცუკად. ტიკინად, მატრაბაზად და თითლიბაზად. სამარცხვინო რა, სამარცხვინო. რას მიედმოედებ? ესე იგი რუსებიო, არიანო პრობლემაო და თურქებიო, არაბებიო, პაკისტანელებიო გადააშავეს მთელი საქართველო და თბილისი. და ეგ არ არისო პრობლემა, ჩვენო ტოლერანტ, რა ტოლერანტული.
რა ტოლერანტული. წაიკითხეთ ბახტრიონის აჯანყება. რა მოხდა? 80,000 თურმანული ტომი ყავდა ჩამოსახლებული. და რომ არა ის აჯანყება, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ქართულად ლაპარაკი არ იქნებოდა და ალბათ შესაძლოა არ დასავლეთში. რა ტოლერანტული. ჩვენ არ აგვაქვს დღეს ის შესაძლებლობები, ძვირფასო მეგობრებო. დღეს ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. დაპატარავდა საქართველოს შაგრენის ტყავივით. ჩვენ ბევრჯერ მithkoms და მიყვარს ამის ისა რა ქვია განმეორება. შავი ზღვის გარდა მეგობარი აღარ შემოგჩა. ყველამ წაგვართვა და კიდე წაგვართმევენ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით და თუ რაღაცნაირად მე ვატყობ რაღაცა გამოფხიზლებას ვატყობ გამოფხიზლებას რომ ამ ნარკობარიგებს იჭერენ. რომ რაღაცა მიგრაციის დეპარტამენტი მუშაობს და ვიღაცებს იჭერენ და ასახლებენ აქედან. და ეს გასააქტიურებელი არის და გასაძლიერებელი არის ეს ბრძოლა და აუცილებლად მისახედია. ეს ნარკომანები უნდა გამოვლიდნენ, ესენი არიან ჩაბუდებული არიან ძალოვან სტრუქტურებში და მართავენ სიტუაციებს. მაგათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს, არ შეიძლება მაგათი დანდობა. კორუფცია უნდა გამოცხადდეს სახელმწიფოს დანაშაულად. აი ნომერ პირველ საფრთხეთ. კი ბატონო. სხვანაირად ჩვენ ვართ უდიდესი ჩვენ გადავქელავენ. ილია ჭავჭავაძე საუბრობდა ამის შესახებ, მაგრამ არ აცალეს ცხონებულს. მერე ვინც გააქცელა იმის ილიას გზა, იმას ხიბულაში დაახვია. ბატონო დიტო, აი ხა თქვენ ამბობდით განათლების კუთხით და ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტი გვაქვს ეს თემა განათლება, იმიტომ რომ სწორედ აქედან ხდება საქართველოში ყველაფერი უბედურების და ყველაფერი ცუდის შემოტანა განათლების სისტემიდან. აი ეს ახალგაზრდობა მოწამლული არის სწორედ უნივერსიტეტებიდან. და მაქედან ხდება შემდგომ პრობლემების შექმნა ქვეყნისა. ჩვენ მომავალმა თაობამ უნდა შექმნას ეს ქვეყანა და მომავალმა თაობამ უნდა გაუძღვეს. და ვინ უნდა გაუძღვეს ხალხო? ილია უნის ემისი რა ქვია, აი ამ გიული ალასანიას და ჯიპას დამთავრებულები შეძლებენ ამ ქვეყნის გაძღოლას? შეხედეთ რა ხდება უნივერსიტეტებში, შეხედეთ რა ხდება სასწავლებლებში, აი ამაზე ეს სიუჟეტიც ნათლად მიუთითებს. თულოში ხელისუფლების მათ შორის ძალადობრივი გზით შესასვლელად მილიონობით დოლარს ხარჯავენ. ამისთვის იყენებენ კარგად ორგანიზებულ ქსელს და ადამიანებს, რომელთა ტრეინინგებში უცხოეთიდან დიდი თანხები დაიხარჯა. საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მთავარ დასაყრდენს, რადიკალურ ოპოზიციას რომ ხარდამჭერები და არჩევნებში გამარჯვებისთვის მთავარი ამომრჩეველი აღარ ყავს, ეს დადასტურებული ფაქტია. გამარგინალებული პოლიტიკოსები საპროტესტო მუხტის აგორებას ცხადია ვერ ახერხებენ. ამიტომ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად გაიწერა გეგმა, რომელიც აპრობირებული და კარგად ნაცადია. ხავერდოვანი თუ ფერადი რევოლუციისთვის ახალი მუხტის ასაგორებლად ეგრეთ წოდებული ახალგაზრდული პროტესტი. სპეციალურად დატრეინინგებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციების სქემა, რომელმაც მუდმივი ქაოსის შთაბეჭდილება უნდა შექმნას ასეთია. ხელოვნური პროტესტის კურატორები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შერჩეული არასამთავრობოები და ასევე ონლაინ მედიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც აქციებზე პერიოდულად ჩნდებიან. ხშირად სწორედ იქ, სადაც პროვოკაციაა დაგეგმილი. მათ საკუთარი მისია აქვთ: პროვოცირებული ინციდენტების გადაღება, ტირაჟირება და პროპაგანდისტვის გამოყენება. ამ სქემით გამარგინალებულ პოლიტიკოსებს მხოლოდ ტელეეკრანზე გამოჩენის ფუნქცია აქვთ. პროტესტებს კი დატრეინინგებული ახალგაზრდების ჯგუფი მართავს. ისინი რადიკალ პოლიტიკოსებს არ ემორჩილებიან. მართალია გეგმის ავტორებს სურთ ამ პროცესებს ყავდეს ლიდერი, რომელიც სიტუაციას მართავს, მაგრამ ასეთი ლიდერი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა. ამიტომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გაწერილი რევოლუციური სცენარის ეს ნაწილი ფაქტობრივად ჩავარდა. ამიტომ პროცესები უფრო მეტად ქაოტურია და ძირითადი აქცენტი იმ სტუდენტებზე კეთდება, რომლებიც წლების განმავლობაში კონკრეტული სტრატეგიით ტრეინინგდებოდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გაწერილი გეგმით. ვითომ და უწყვეტი სინამდვილეში ხელოვნური პროტესტის უზრუნველყოფისთვის ათასობით ახალგაზრდა დაატრეინინგეს. მათ შორისაა ის 600-მდე სტუდენტი, რომლებიც აქციების საორგანიზაციო პროცესებში და სხვადასხვა დავალებების შესრულებაში ძირითად ბირთვს წარმოადგენენ. ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია აქციებზე თითოეულის მიერ ყოველდღე რამდენიმე ათეული ადამიანის მობილიზება. ამისთვის ისინი ყოველდღიურ ანაზღაურებას იღებენ 200-დან 300 ლარამდე. დოკუმენტების თანახმად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეგრეთ წოდებულ ალასანიას უნივერსიტეტს. ირკვევა, რომ საქართველოს უნივერსიტეტს აქციების დაფინანსების საკუთარი სქემა აქვს.
ეს საბა ჯაჯანიძეა, საქართველოს უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი და აქტივისტი. საბა ჯაჯანიძე შეპესეს სოლვიოს, შეპესეს სნეპსოთვიარის დამფუძნებელი და დირექტორია, სადაც 40% თავად ფლობს, 60 კი საქართველოს უნივერსიტეტი. ჯაჯანიძეა შეპესე ფორბრეინის დირექტორიც, რომლის 20%-იან წილსაც შეპესე სოლვიო ფლობს. 2025 წლის იანვარ-ივლისში მისი კომპანიის ანგარიშზე საქართველოს უნივერსიტეტიდან დაახლოებით 9 მილიონი ლარი ჩაირიცხა. ეს ფული კი კომპანიებიდან სტუდენტ აქტივისტებზე გადანაწილდა. გაშიფრული ტრანზაქციების მიხედვით ჯაჯანიძეს რადიკალური აქციების მსვლელობისას შეპეცე Digital Ledger Technologies-გან, რომლის 87.5%-ს თაღლითობაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია Kepler Investment ფლობს 100,000 ამერიკულ დოლარამდე ჩაერიცხა. ასევე გაშიფრულია დაფინანსების სქემის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე არეულობის პერიოდში ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ციფრული ვალუტის ბანკომატებში ხორციელდებოდა უჩვეულოდ მაღალი რაოდენობის თანხების განაღდება ლარში, საიდანაც დიდი ნაწილი გამოიყენებოდა აქციებისთვის. საქართველოს უნივერსიტეტში მე ვმუშაობდი და მომიწია წამოსვლა, ერავის არ გამოუშვივარ. უბრალოდ ნამუსმა არ გამიშვა, რადგან აქციებზე ვიყავით ძირითადად და სამსახურს დროს ვეღარ ვწმობ. საქართველოს უნივერსიტეტი არის ჩემს რამდენიმე კომპანიაში პარტნიორი და ის აკეთებს შენატანებს როგორც პარტნიორი. ეს კომპანიები არის ორივე ტექნოლოგიური კომპანია ჩემო კარგად. არაფერი კავშირი იმასთან არ აქვს. რას გვინდა? საჯარო პოსტი მიდევს და ნოემბერში თუ ვწდები ან დეკემბერში დავწერე, რომ ლაზერების ყიდვისთვის მინდა ფული თქო და ხალხმა ჩამირიცხა. ბაჩიაშვილთან პირადი კავშირი თუ გქონიათ ესე ურთიერთობა თქვენ? ორჯერ მყავს ნანახი აქციაზე და ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. კონკრეტულად, რადგან ის პირადად იცნობდა ბიძინა ივანიშვილს, ვკითხე, როგორი ადამიანია პირად ურთიერთობებში. საბა ჯაჯანიძის კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სქემისა და თანხებისა, რომელიც რადიკალური აქციების დასაფინანსებლად, ექსტრემიზმის დასახალისებლად და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვისთვის გამოიყენება. უსაფრთხოების ქართულ სამსახურს ასობით ასეთი ტრანზაქციის შესახებ აქვს ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამასთან დაკავშირებით სუში გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიდის მასალების შესწავლა და ინფორმაციის დამუშავება. გამოძიება დაწყებულია 194 მუხლის მესამე ნაწილით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. ვინ და როგორ იღებს დავალებას, ვისგან და რა გზით ფინანსდებიან და რა საკომუნიკაციო არხებს იყენებენ. სქემა, რომელიც იმედის კვირამ შეისწავლა, მოცულობითია. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესების ორგანიზების მისიით სპეციალურად მოავლინეს ტომას პალმერი. 1956 წელს დაბადებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პოლიტოლოგიის დოქტორი, რადიკალური ლიბერტარიანული მიმდინარეობის აქტიური მხარდამჭერი და Atlas Network-ის ვიცე-პრეზიდენტი. ის ორგანიზაციის საერთაშორისო პროგრამებს ხელმძღვანელობს. პალმერის ფუნქციაში შედის საზღვარგარეთ ანალიტიკური ცენტრების დაფუძნება. საქართველომდე ბოლო წლებში უკრაინაში საქმიანობდა, სადაც ოფიციალურად ჰქონდა შექმნილი დახმარების ფონდი. არაოფიციალურად კი მის სახელს არაერთი სკანდალური ბრალდება უკავშირდება. ტომ პალმერს პირადი ახლომეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელ კახა ბენდუქიძესთან, ხოლო მოგვიანებით მის სამეგობრო წრეში მოხვდნენ ლევან რამიშვილი, ანასტასია ბენდუქიძე და ასევე ელენე სააკაშვილი, რომელიც Atlas Network-ის თანამშრომელი და მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილია. სწორედ ამ ადამიანების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა პალმერის პირველი პროექტი საქართველოში, ფრანკლინის კლუბი. ორგანიზაციის მთავარი დონორი Atlas Network-ია, კონსულტანტები ტომ პალმერი და ლევან რამიშვილი. ფრანკლინის კლუბში, სადაც ნაცლექტორები სკოლის მოსწავლეებს უფასოდ ატრეინინგებდნენ, მათი გაცხადებული მიზანი თითქოს ახალგაზრდების განათლება იყო. შენებული მიზანი კი ცხადია მოზარდებში კონკრეტული პოლიტიკური იდეების პროპაგანდა. ეს ლევან რამიშვილის სტიქია. კონკრეტული კითხვა რო დაისვას საიდან გამოფინანსება ეს კონკრეტული ზოგადად შეგვიძლია თქვა რომ არის ხალხი ვისაც აღელვებს დემოკრატიის ბედი და გვეხმარება და კონკრეტულად ვინ გვეხმარება როდესაც დემოკრატია გაიმარჯვებს იმის მერე გამოაცხადებს ლევან რამიშვილი ნაცების ქართველი ენჯეოშნიკებისა და აქტივისტების იდეოლოგია. ვარდების რევოლუციას სწორედ მისი დაარსებული მოძრაობა კამარა ჩაუდგა სათავეში. ის მაშინაც აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან მუშაობდა. დაიწყო მცირე ჯგუფებით და მალე მოძრაობა კამარა ქვეყნის ყველა უნივერსიტეტთან შეიქმნა. იმედის კვირიდან გაწუხებ ჟურნალისტი ანი. ერთადერთი კითხვა გვაქვს.
ლევან რამიშვილი, რომელიც ახალი ქართველების გამოძერწვასა და პოლიტიკურ პროცესში მათ ჩართვას 22 წლის შემდეგაც ცდილობს, იმედის კითხვებს არ პასუხობს. ამ პროცესში ლევან რამიშვილთან ერთად მონაწილეობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ საქართველოში სპეციალური მისიით მოვლენილი ტომ პალმერი და ერთ-ერთი პირველი კმარელი გიორგი მელაძე. მელაძე კანვას საქართველოს ხელმძღვანელობს. მან ჩამოიყვანა საქართველოში სერბი ინსტრუქტორები. რევოლუციონერი სერბები ილიაუნიში ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აქციებზე სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ტაქტიკას მელაძის ორგანიზებით ასწავლიდნენ. საინტერესოა, რომ სერბული ხაზი ქართული საპროტესტო მოძრაობების ქრონოლოგიას წლებთან ერთად მიყვება. კანვასი სერბული ოტპორის მემკვიდრეა, ოტპორი კი კმარას სერბული ორიგინალი გახლავთ. 2000-იანების დასაწყისში სწორედ ლევან რამიშვილმა, გიგა ბოკერიამ და მისმა თანამოაზრეებმა ჩამოაყალიბეს კავშირი ოტპორის დაამარცხებელ სრჟა პოპოვიჩთან. რევოლუციის სერბული ტექნოლოგიები კი ერთ-ერთში გამოიყენეს ვარდების რევოლუციისას. ოტპორის სტრატეგია ჯინ შარპის მიერ დაწერილ არაძალადობრივი პროტესტის 198 მეთოდს ეფუძნებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ხავერდოვანი რევოლუციის სტრატეგია გაიშიფრა და ნაკლებად ეფექტიანი გახდა. ამიტომ დაიწყეს ძალადობრივი ელემენტების შემოტანა აკერმანის მეთოდებით. ახალი რევოლუციური სტილის თვალსაჩინო მაგალითი უკრაინაში, კიევში, მაიდანზე განვითარებული მოვლენები გახდა. შეიარაღებული შეტაკებები, მსხვერპლი და არეულობა. პარალელურად კი სიმბოლიზმი, პროცესის გასაკეთილშობილებლად საჭირო გახდა პერფორმანსები, რომლის მსგავსი თბილისშიც ვიხილეთ. მაგალითად ეგრეთ წოდებული ქორწილის სცენა, აქციის მონაწილეებისთვის საკვების დარიგება, ყვავილის გადაცემა, გოგონა ტუჩსაცხით და ასე შემდეგ. პროტესტი სერბეთში და ბოლო წლებში პროტესტი საქართველოში იმართება იდენტური სქემითა და ერთი და იგივე სპეცსამსახურების მიერ. გამოძიებით გამოვლენილი ფაქტების გარდა, ეს ღია წყაროებითაც დასტურდება. მაგალითად 2025 წლის 31 იანვარს გამოცემამ ეხო კავკაზა გამოაქვეყნა სტატია საქართველოზე, სადაც სერბი აქტივისტი ნიკოლა რისტიჩი ღია დაცხადებდა, რომ მჭიდრო კავშირში არიან საქართველოში სტუდენტურ ჯგუფებთან და მათ შორის გულისხმობდა ილიაუნის სტუდენტურ მოძრაობას. ამას გარდა სტატიის ავტორს ინტერვიუ ჰქონდა ჩაწერილი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთანაც. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უცხო ქვეყნის მიერ ორგანიზებული და 4 მილიარდი დოლარით დაფინანსებული უწოდა. იძულებული ვიყავით უმილი შემენარჩუნებინა, რადგანაც ეს პროტესტი შესაძლო დამკვეთების მიმართ სერბეთის ნეიტრალიტეტს დაარღვევდა, თუმცა ახლა ამ ქვეყნებმა იციან, რომ ჩვენ ვიცით, რასაც აკეთებენ ისინი. იგივე ხდება საქართველოშიც. უცხოური სპეცსამსახურები მათი გავლენის აგენტებთან ერთად უკვე წლები ახალგაზრდებს ამზადებენ და პოლიტიკურ პროცესში რთავენ. ფრანკლინის კლუბი, ზურაგირჩის ახალგაზრდული ბანაკები, სადაც არასრულწლოვნებს ესაუბრებოდნენ რევოლუციაზე და მშობლების ნებართვის გარეშე იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ. რევოლუციური საუბარი იყო და არც იარაღი საერთოდ. არა, მსგავსი არაფერი, არა, რევოლუცია რა, იარაღი. ბოლო 2 წელია რადიკალები კმარასეული მეთოდებით აქტიურად იყენებენ სტუდენტურ მოძრაობებს, რომელთა ლიდერების და ბირთვიც მეტწილად მათ მიერვე რეკრუტირებული სტუდენტები არიან. აი მაგალითად გავიხსენოთ სტუდენტების ეგრეთ წოდებული ფიცის სცენა. ერთი შეხედვით ეკრანზე გულანთებული პატრიოტი ახალგაზრდები დგანან, მაგრამ მიკროფონით ხელში ზვია ცეცხლაძეა, ორგანიზაცია დაფიონის დამფუძნებელი. ცეცხლაძე რევოლუციის ინსტრუქციებს Facebook Live-ებით გასცემდა. ახლა ციხეშია, კაცში მის გვერდით ვადო მაჭავარიანია, ნაცმოძრაობის ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის შვილი, პოლიტიკური მოძრაობა მე-12 სართულის დამფუძნებელი. მათ უკან დგას კეზერაშვილის დაფინანსებული ეგრეთ წოდებული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ობაძე, ორგანიზაცია ნაბიჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებდა. კიდევ უფრო მარჯვნივ კი ნაცაქტივისტი ნიკო მანაგაძეა, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების გამო დედას საჯაროდ დაუპირისპირდა. მჟავრდებული ექს-პრეზიდენტის დედა ამ ადამიანებს მიშას თაობას ეძახის. მოედაზე იდგა ის თაობა, რომელიც მიშას თაობა. იმედის კვირის ინფორმაციით იმ სტუდენტებს შორის, რომლებმაც სპეციალური ტრენინგი გაიარეს, წამყვან ძალას, ილიაუნის, ჯიპას, ფრიუნის სტუდენტური მოძრაობები წარმოადგენენ. ამის დადგენა მარტივად Facebook გვერდებზე მათი აქტივობის მიხედვითაც შეიძლება. სტუდენტების იდეოლოგიურ დამუშავებამდე ტრენინგდებიან ლექტორები, როგორ მოაქციონ სტუდენტების საერთო, ეგრეთ წოდებული ტრენდული გავლენის ქვეშ და შემდეგ ამ სტუდენტებმა როგორ უნდა დააბუნინგონ და მოაქციონ საკუთარი გავლენის ქვეშ თანაკურსელები. პროვოკაციები მოუწყონ მათთვის იდეების არ გამზიარებელ სტუდენტებს. ლექტორებს, პოლიტიკოსებს თუ ნებისმიერ ადამიანს. თანაც ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა აღბეჭდონ ვიდეოზე.
საინტერესოა, რომ ჯიპას და ილიაუნის სტუდენტური მოძრაობები ფაქტობრივად ლევან რამიშვილის ფორმულირებულია. თავისუფალი უნივერსიტეტის კი კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის, რომელიც ამ უმაღლეს სასწავლებელს ფლობს. პროტესტის ორგანიზებისთვის ცხადია უმნიშვნელოვანესია ფინანსები, რადგან გამჭვირვალობის სტანდარტის აწევის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან ფულის გაუმჭვირვალე მიზნებისთვის შემოტანა გაჭირდა. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებამ მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონული ჰაბი სომხეთში გადაეტანათ. საქართველოში ხელოვნური პროტესტის ფინანსური მხარდაჭერისთვის კი ძირითადად ფულის გადარიცხვისთვის საერთაშორისო სისტემები გამოიყენება, მათ შორის ვაისი. საქართველოში რადიკალთა ნაწილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზეც გადაერთო. გაშიფრულია ყველა ტრანზაქცია, რა მეთოდებით იღებდნენ ან იღებენ დღემდე პროტესტის ორგანიზატორები და მონაწილეები თანხას. მანამდე უნივერსიტეტებს პირდაპირ აფინანსებდა USAID-ის ბენეფიციარი East West Management Institute. საქართველოში მის წარმომადგენლობას, რომელსაც წლებია თამარ ქაროსანიძე ხელმძღვანელობდა, ამისთვის ამერიკიდან ასეულობით მილიონი დოლარი ჩაერეცხა. სწორედ ის აფინანსებდა სტუდენტურ პროგრამებსა და ტრეინინგებს. თამარ ქაროსანიძე იმედის კვირას უკვე რამდენიმე თვეა ემალება. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მოვლენილმა ტომ პალმერმა, ლევან რამიშვილმა და გიორგი მელაძემ რევოლუციური ძალადობრივი პროტესტის შესახებ ტრენინგები ჩაუტარეს, მოძრაობა დაასრულეს წევრებს. ამ ორგანიზაციაში მეტწილად ქანები ჭარბობენ. მათი ღია და დაუფარავი სტრატეგია პროვოკაციაა. იმისთვის, რომ დატრენინგებული ახალგაზრდები უფრო თავდაჯერებულები იყვნენ, აორგანიზებენ მათ შეხვედრებს სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, დიპლომატებთან, მაგალითად გერმანიის ელჩთან. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მითითებისამებრ, რადიკალურ ჯგუფებში მობილიზებული ახალგაზრდები კომუნიკაციისთვის ძირითადად იყენებენ პლატფორმას სიგნალს, რაც შეეხება დანარჩენებს. მათი მობილიზაციისთვის გამოიყენება ღია მოწოდებების სხვადასხვა Facebook გვერდებიდან, სადაც პირდაპირ მითითებებს გასცემენ, რა მეთოდებით უნდა მოხდეს აქციების რადიკალიზაცია. სიგნალზე ჯგუფში ვაგროვებ იმ ხალხს, ვინც მზადაა პოლიციის საქმე ითავს და აქციის მონაწილეები დაიცვას ტიტუშკების თავდასხმისგან. არ ვესხმით თავს, ვიჭერთ, ვუგრეხთ ხელებს, ვუკეთებთ პლასმასის ბორგ ხამუტს, ტაის, შუბლზე მარკერით, მარკერში ჩასმული ზელიონგით, ვაწერთ ტიტუშკა, ბოზი და ვაბარებთ ვაი პოლიციას. ამას ვაფიქსირებთ და ვასაჯაროვებთ. ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო სივრცის შესაქმნელად ძირითადად დავალებები მოდის ჯიპას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. ჯიპას სტუდენტური მოძრაობა კი სწორედ ლევან რამიშვილის დაფუძნებულია. ამ ჯაჭვის ნაწილია თეატრალური უნივერსიტეტის და სამხატვრო აკადემიის სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც ასევე კანვასის ინსტრუქტაჟით მოქმედებენ. ლიდერშიპი ანუ ჯგუფი, რომელსაც სპეციალური გადამზადება აქვს გავლილი, აქციებზე პროცესებს რაციების გამოყენებით მართავს. ეს მხოლოდ ნაწილია იმ სქემისა, რომლითაც ხელოვნური პროტესტის რადიკალიზება და საეჭვო ტრანზაქციებით დაფინანსება ხდება. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისა და საქართველოში მათი მოკავშირეების ყველა განზრახვა, გეგმა თუ ნაბიჯი ქართული სპეცსამსახურების კოორდინირებული მუშაობით გაშიფრულია. ამიტომ პერსპექტივაა გარე ინტერესიც, რევოლუციისა და არეულობის გზით, ქართული ოცნების ხელისუფლების მათთვის მისაღები ძალით ჩანაცვლების, იმ ხელისუფლების შეცვლის, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესები და მშვიდობა უალტერნატივოა. ეხლა აი ძალიან ნათლად გამოჩნდა აი ამ სიუჟეტში ყველა ის პრობლემა რაც არის და ერთ-ერთი ასევე ყველაზე დიდი პრობლემა არის ზონდერ ფაშისტურ ფემინისტური სექტა, რომელიც მას შემდეგ რაც დაანგრია ქართული ოჯახები, ეხლა დაიწყო ქვეყნის გრევა, ბიზნესის გრევა. ეხლა პარასკევს გვექნება ჩვენ ძალიან კარგი გადაცემა, ძალიან ფილმის პრემიერა გექნებათ, როგორ გაუნადგურეს და როგორ პრობლემები შეუქმნეს ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც კეთილსინდისიერი, ქართველი, ნამდვილი პატრიოტი კაცი აღმოჩნდა პირისპირ ამ ზონდერ ფაშისტური ფემინისტური სექტისა. პარასკევს ღამის 21 საათზე იქნება აი ამ ყველაფრის ჩვენება, არ გამოტოვოთ, მინდა ახლა შემოგთავაზოთ ანონსი. ზონდერ ფაშისტურ ფემინისტური სექტის მორიგი თავდასხმა. ამჯერად უკვე ქართულ ბიზნესზე. ფემინისტური სექტა წარმატებული ბიზნესმენის განადგურებას იწყებს. და მე მინდა გითხრათ, აი რასაც ჩვენ ვამბობდით და რო არ გჯეროდათ. აი ეს ხალხი, ზონდერ ფაშისტურ ფემინისტური სექტა, რომელიც ოჯახებს ანგრევდა, დღეს რუსთაველზე სწორედ ისინი დგანან. აი ეს ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც ბიჭებს ციხეში უშვებდნენ, ქრებს ციხეში უშვებდნენ, ეხლა მიიღეს ახალი დავალება, თქვენ უნდა დაანგრიოთ ეს ქვეყანა. მე ვხედავ მათ მოწინავე პოზიციებზე. სახელმწიფო საწინდარი არის ოჯახი. ძლიერი ოჯახი არის ძლიერი სახელმწიფო საწინდარი.
გამოქვეყნდა უკვე სტატისტიკური მონაცემები, თქვენ კარგად იცით ალბათ, თუ რამდენი არის განქორწინება, რამდენი არის ქორწინება და არის კატასტროფული ციფრი, მეგობრებო, კატასტროფული ციფრი ქორწინება, განქორწინებისა, ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ არაერთხელ, გქონდა ამაზე არაერთხელ ამ თემებზე საუბარი, მაგრამ რატომღაც ამის წაყურადება ხდებოდა, როგორც ყოველთვის ჩვევია ჩვენ და გენდერული საბჭოები შეიქმნა იმის მაგერად, რომ შექმნილიყო ქვეყანაში დემოგრაფიული საბჭოები და აი შედეგმაც არ დაახანა და გეტყვით აგერ რამდენი არის ქორწინება 2024 წელს მოხდა 21653, განქორწინება 13520. 13520 ოჯახი დაინგრა საქართველოში. თქვენ ეს პატარაც ჩვენ 2 მილიონიც აღარ დავრჩით. 13520 ქართული ოჯახი დაინგრა აი ამ პოლიტიკის გამო, ზონდერ ფაშისტური პოლიტიკის გამო. უამრავი ადამიანს ციხეში გაუშვეს, ოჯახებს თავი დავანებოთ, იმიტომ რომ აი ქალს უნდა რომ კაცი გააფუჭოს და გააფუჭებს. ხვდებით თქვენ? კი ბატონო. აი ეს ეხლა რეზო რაზმაძის საქმე, რომელზეც ჩვენ 9 საათზე პარასკევს ვილაპარაკ, ეს არის ერთ-ერთი რაღაცა პატარა გარკვეული კი გავაშუქეთ ჩვენ ასავალდასავალში ამის. პატარა რგოლი და აი ესე ინგრევა, ესე იგი კაცებმა მოიტანეს ეს ქვეყანა და კაცების განადგურება ხდება საქართველოში. სააკაშვილმა დაიწყო ნარკოტიკებით განადგურება მომავალი თაობისა და კაცებისა და დღეს ქალების ჩადებით ხდება, ქალებით ხდება კაცების გაფუჭება. ხვდები? ეს ხდება მიზანი. ვინ დაიცავს ამ ქვეყანას? მე მაინტერესებს, ვინ ხელოვნური ინტელექტის მქონე რაღაცა კომპიუტერული რაღაცა არსება დაიცავს ამ ქვეყანას? ეს თქვენ ხო იცით არა, ბატონ ნიკოლოზ, ის რო არის ერთი შეროზია რო არის ეს მაგა ხო იცით რა ერთ-ერთმა ჩემმა მოგვარემ თუ არ ვცდები ბესო ჩუბინიძე მოვიკითხავ პატრიოტებით მან უთხრა რომ შეკითხვა დაუსახა ბესო ნაომარია აფხაზეთში თავის დროზე და პატარა ბიჭი იყო და იარაღი აიღო ხელში და საქართველოს წავიდა და კი მაგრამ მე მგონი ბესო იყო თუ ვცდები და ბოდიშუხტი მაგრამ მე მგონი ბესო მკითხა რომ კი მაგრამ შენ აფხაზეთში რაღაცა იყო წამოხვალ და პირობები წამოაყენა აჰა ვიცი შეროზია მე თუ არ მესვრიანო კი თუ არ მოსვრიანო მე თუ ცოცხალ ჩამოვალო ხო და თუ რაღაცაო აი ეგეთი ბაევიკები ეგეთი რემბოები ხარ თქვენ ეგეთი კი მაგრამ უკრაინისთვის რო იკლავ თავს და ზელენსკი არის თქვენი მთავარსარდალი აქ რო თბილისში გადი-გამოდიხართ და ისა რა ქვია ბასიანში დადიხართ გაშტერებულები წამზანდით აისხით იარაღი და დაიცავით უკრაინა რატო არ მიდიხართ იქა მაგრამ ხართ ფარისევლები ისევე როგორც ეს ტაბლიაშვილი არის მაგრამ ეს ფარისეველიც არ არის ეს უკვე რაღაც კლინიკური შემთხვევაა და ამას მე მგონი ავლებს შეგდება ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა დიდი მადლობა ბატონ დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ძვირფასო ტელემაყურებლებო ამით დაგემშვიდობებით და ხვალ შეხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ